ანუ წერტილს მესამე დილამშვიდობის ანუ როგორ უყურებთ ახლა ბოლო დღეების ამბებს როგორ შეიძლება რომ თქვენ კოალიციაში როგორ უყურებთ მათ შორის ახლა თქვენ იყავით ბოიკოტის მომხრეები არ იყავით 4 ოქტომბრის ამ ასე ვთქვათ განწყობის მონაწილეები ამ გაგებით და ამასთან ერთად მაინც ინარჩუნებთ გამაერთიანებელ გზანს მეტწილად ხო? აი დავაიც ხელში ტალახიც არ დაგიჭერეთ ბოლო დღეებში რომ სხვებს ესროლოთ. რაც გულსვათ რო გითხრათ კარგია. ხო, რაც მათ შორის ნუ სწორად ესადაგება იმას, რასაც კვლევები გუჩვენებს, რომ თქვენ ამ ეტაპზე მაინც ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ კოალიციად რჩებით. კვლევების მიხედვით, ბოლო კვლევების მიხედვით რაც ჩვენ გქონდა. როგორ ხედავთ ახლა თქვენს როლს ოპოზიციურ ველზე ამ გაგებით? კი, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პრინციპში თქვენ ჩამოაყალიბეთ უკვე იმ სათქმელის ძირითადი ნაწილი. ჩვენ განცხადება გავაკეთებთ ამის თაობაზე მალევე და ეს განცხადება სრულად გამოხატავს იმ სამოქმედო გეგმას პრინციპში, რასაც ახლა და როგორც ჩვენ თავს უყურებთ აი ამ პოლიტიკურ ველზე. პრინციპში არაფერი იცვლება, რას გულისხმობ ის იდენტობა, რომელიც ჩვენ შევქმნით არსებობის დღიდან და რომელსაც ასე ნაბიჯ ვაშენებთ, ზუსტად იქ ვდგავართ ისევ, ჩვენ გულისხმობ, რას გულისხმობ ამ იდენტობაში, ეს არის თანმიმდევრულობა არ თანამშრომლობაში და ასე ვთქვათ, ყოველგვარი ზედმეტი თარიღების ჩამოკიდების, ზედმეტი განწყობების ხელოვნურად შექმნის გარეშე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ძალიან რთული მტერი ყავს და ამ მტერთან ეს ბრძოლა არის საკმაოდ მძიმე და ჩვენ ეს ვნახეთ კიდეც ხო ამ დღეებში და ეს ძალიან კარგად იცის ასევე ქართველმა ხალხმა. აქ ახლა მე უსმენდი ჩვენს თქვენსთან წინა გამომცვლელს, უბრალოდ ხანდახან ეჭვმეპარება რომ ეს ადამიანები ცოტა დაიბნენ და ეს დაბნეულობა გამოიწვია სწორედ იმან, რომ არ მიყვებიან თანმიმდევრულად მეგობრებო. რა მოდი საუბრობენ რაღაც სრულიად გაუგება რამ რაღაცა ორღმერთიანობაზე, რომ იქაც და აქაც ეს ასე არ გამოვა. ვერანაირად ვერ იქნებიან და ეს ნათლად დაანახა 4 ოქტომბერმაც, ხო? ისე მოქმედებენ თითქოს ქართულ ხალხს თავისი გონი და აზრი არ აქვს და ყველაფრის ზემოდან კარნახია შესაძლებელი, როდესაც ამბობენ, რომ აი ჩვენ რომ მონაწილეობა მიგვეღო ამბობ ჩვენზე, გაცილებით მეტი იქნებოდა დასწრება. ეს ასე არ არის. ქართულ ხალხს გადაწყვეტილი აქვს თავისი აზრი აქვს და გონი აქვს და ეს არის ძალიან ცოცხალი პროცესი. ისინი თვლიან, რომ ამ არჩევნებში ეს არ არის არჩევნები. რაც ხო ოქტომბერს ჩატარდა, ეს არ იყო არჩევნები და მაშინ მონაწილეობის მიღებას არ აპირებდნენ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი აქ და ეს ნათლადაც დავინახეთ, ხო? მიმსვლელი რაოდენობა იმ ხალხის და განახევრებული თითქმის ამ რიცხვებით манипуляცია აღარც მინდა ხო? ყველამ ძალიან კარგად იცის, იგივე ლელოსი, იგივე გახარიასი, რომელიც პრინციპში ალბათ შეიძლება იმაზე თქვა, რომ ერთი ადამიანიც კი ვერ გაიყვანა, ხო? გაცილებით რთული მოსასმენი იყო მეორე დღეს ამ ადამიანების რეაქციები. როდესაც მათ დაიწყეს საკუთარი უნარობის სხვაზე გადაბრალება რა და ეს არის არასწორი ჩემი აზრით ჩვენი კოალიცია ვრჩებით ისევ იმ აზრზე რომ ერთიანობის დანგრევა არ იყოს სწორი ჩვენ ყველანი უნდა ყოფილიყავით ბოიკოტის რეჟიმში არ უნდა მიგვეღოთ მონაწილეობა რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ არჩევნებში იმიტომ რომ არ თანამშრომლობა არის დელეგიტიმაციის ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი ახლა რა ვშობთ ახლა ვაგრძელებთ იმდროს თავი კითხვა მათ შორის თქვენ თუ აი ეს ადგილი გგავით ასე ხედავთ თქვენ პოლიტიკურ ძალას მე პასუხისმგებლობას ანუ შეფასებები კარგია სხვების მოქმედებების ნეგატიური პოზიტიური მაგრამ ნაბიჯებია საჭირო ხო აი თქვენ არც ბოიკოტიც მომხრე იყავით თქვა არც 4 ოქტომბრის მაგრამ მაინც უფრო შეფასებით როლში რჩებით ხო აი რა არის არაც ამ შეფასებით როლიდან თქვენ პოლიტიკურ ძალას გადაიყვანს რეალურად ინიციატივის აღების მიმართ ხო ნახეთ ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით იმიტომ რომ ყოველდღიურად ვმუშაობთ იგივე მოდი ამის ანატომია გავაკეთოთ ახლა რაზე დგას ბიძინა ივანიშვილის არაღიარებული და დელეგიტიმირებული აი ეს დელეგიტიმაცია რაზე დგას ეს დგას რუსთაველის პროტესტზე ხომასია ყოველდღიურ რუსთაველის პროტესტზე და იმაზე რომ პერიოდულად ეს რუსთაველის პროტესტის გარშემო ბევრი ხალხი იკრიბება ეს არის ახლაც გასაძლიერებელი ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ ახლაც მიმდინარეობს იმაზე მუშაობა რომ აი ეს ხალხი კიდევ ერთხელ გამოვიდეს ქუჩაში 100,000 კაცი რომელიც ქუჩაში გამოვიდა ნათლად აჩვენებს იმას რომ ეს არის სწორი გზა გაძლიერება იმ გზის რომელსაც მივყავართ ბოლომდე დელეგიტიმაციაზე ნახეთ საერთაშორისო ვითარების გამოყენებაც მათ შორის საერთაშორისო დონეზე მუშაობა მე ის თქვა მინდა იცით სალომე ლაბაძის კითხვა მახსენდება თქვენმა სალომე ლაბაძემ რომ დაუსვა ბიძინა
ივანიშვილს და სახერო წაეშალა. მოდი პირდაპირ ვაღიაროთ, რომ ამ ადამიანებს რეალურად ეშინიათ გუშინდელი პრემიერ-მინისტრის განცხადებაც შეიძლება ასე შეფასდეს, რომ რა არის მათი ძირითადი მიზანი, რომ დაანგრიონ რუსთაველის პროტესტი, რომელიც არის საძირკველი და საფუძველი ამ წინააღმდეგობის. ჩვენ ვართ იქ ყოველ დღე და ვცდილობთ, რომ ეს რუსთაველის პროტესტი იყოს მყარი და გაძლიერდეს და პერიოდულად მოხდეს დიდი აქციები ბევრი ხალხი ქუჩაში. ეს არის ძირითადი გეგმა, რაზედაც ჩვენ შიგნით, ქვეყნის შიგნით მუშაობთ და ასევე ქვეყნის გარეთ, სადაც ეს ადამიანები უნდა დავარწმუნოთ სწრაფი ნაბიჯების გადადგმაში, რომ დასავლეთმა უნდა გააძლიეროს და აჩქაროს წნეხი, რომელიც სანქციებთან დაკავშირებით. ხა როგორი იქნება მათ შორის ჩვენ ვლაპარაკობთ და წინ ერთ-ერთი ამბავი რაც გველის არის ის რომ ჩვენ დავკარგათ ვიზო მიმოსვლას, იმიტომ რომ ყველაფერი გააკეთა რეჟიმმა ამისათვის, ხო? და კიდევ უფრო მეც გააკეთებს ამ მართულებით. სავარაუდოდ. ხედავთ თქვენ რესურსს რომ ეს პროტესტის წყარო გახდეს იმგვარი პროტესტის, რომელსაც შედეგების მოტანა შეიძლება. ისე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ რა, ამასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ. ახლა ერთი წელი გადის უკვე აგერ არჩევნებამდე ეს თარიღებიც უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ახალი ძალა შევძინოთ ამ საპროტესტო მუხტს და მეორე ხალხი უნდა დავარწმუნოთ იმის მნიშვნელობაში, თუ რას ნიშნავს ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა. ხო, ნახოთ რას გადაწყვეტს დასავლეთი ოქტომბერში იქნება პირველი, მერე დეკემბერში საბოლოოდ გამოგვიცხადებენ ამ გადაწყვეტილებას. მე ვფიქრობ, რომ ადამიანებისთვის ის გზავნილები უნდა გახდეს უფრო ცხადი, რასაც ჩვენ ვაკეთებ. ამ მიმართულებით კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ მუშაობ და ეს მუშაობა უფრო გაძლიერდება, რომ ადამიანებმა დაინახონ, რომ ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა არ არის მხოლოდ მიმოსვლა ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანამდე და ეს არის რეალურად იმ ძალიან დიდი ხნის ბრძოლის და შრომის შედეგად მოპოვებული იდენტობის გაქრობა, რასაც ჩვენი დასავლეთთან ახლო ყოფნა ქვია, ხო? ეს ხო ამის ნიშნულია რეალურად და ჩვენ ეს უნდა გავაძლიეროთ, რომ ყველა თითოეულმა ადამიანმა, ახალგაზრდები იქნებიან ესენი, მასწავლებლები, ნებისმიერმა პროფესიამ ბოლომდე გაიაზროს, რომ ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა ეს არის ამ ქვეყნის რეალურად ფუნქციის დაკარგვა, რა, გავხდებით ძალიან რუხი ქვეყანა და მათ შორის ნახეთ რა არის, თუ კი ჩვენ ვიზალიბერალიზაციას დავკარგავთ, იმის შანსსაც კი დავკარგავთ, რასაც თითქოს ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს, რომ თუ არ იქნება დასავლეთი, მის ალტერნატივად გვთავაზობენ რაღაც ჩინეთს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ არც ჩინეთს ვჭირდებით, როგორც რუსეთის ნაწილი. ხო მეთანხმებით ამაში, რომ მისთვის შავი ზღვა მაშინ არის საინტერესო, როდესაც ის მეტნაკლებად დამოუკიდებელ სახელმწიფოს ეკუთვნის და დასავლეთთან აქვს კავშირი. თუ კი ის რუსეთის ნაწილი იქნება, მაშინ ის რუსეთთან დაალაგდება და არა საქართველოსთან, რომელიც რეალურად უკვე წარმოდგება, თუ კი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში დარჩება, სამ ნაწილად დაყოფილ ქვეყნად. ასია ეს აფხაზეთი იქნება ეს ცხინვალის რეგიონი და საქართველოში აი ანუ მოდი მან შიდა პოლიტიკურ საკითხებზე დაუბრუნდეთ თქვენს შიდა კოალიციურ ამბებზე მინდა რომ გითხოთ იმიტომ რომ თქვენი ყველა ლიდერი ციხეშია და მე გავხსენებ თქვენი პოზიცია რომ აი კოლეგები აჩვენებს რომ თქვათ ამავდროულად ყველა ლიდერი ციხეშია ლიდერი კი არა შემდეგი რგოლის ბევრი ადამიანი ციხეშია ხო ბევრი ადამიანი ამ პირობებში და მოდი ესე ვთქვათ არანაირი გარანტია რომ ეს ხალხი 7 და 9 თვეში გამოაციხიდან არ არსებობს თქმა უნდა მედია გამოვლენ, მაგრამ ახლა გვისმენენ ვის ჩვენი პოლიტპატიმრები და ნუ მედია გამოხვალთ ციხიდან, მაგრამ ეს არ ცulis იმას, რომ ამ რეჟიმისგან ყველაფერი ამოსალოდნენ, დამატებით ბრალები და ასე შემდეგ. გააჩნია როგორ დაჭირდებათ. ხო დაიჭირეს რაღაც მიზეზის გამო, ხო ეს ხალხი. პოლიტიკურველი ხო მოასუხ თავს. ამ პირობებში როგორ წარმოგიდგენთ პოლიტიკური საქმიანობა? მათ შორის აი შიდა სამუშაოები როგორია ამ კუთხით პარტნიორებათვის ხედავთ ველზე. ასე ხედავთ თუ არა რესურსს, რომ ეს ფურცელი დაპირისპირებისა სხვა პარტიებთან ამ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. არის თუ არა რესურსს, რომ ეს გადაიფურცლოს? ხო, აქედან დავიწყოთ რა. მე ვფიქრობ, რომ ეწყობათ გონიერება ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს, ანუ შარშანდელ არჩევნებში გამარჯვებულ პარტნიორებს, რომ დამთავრდეს ეს უაზრო ტალახის სროლა იმ მიმართულებით, რომელსაც არანაირი ბრალი მიუძღვის 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მათ დამარცხებაში და ნამდვილად უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ეს ცენტრალური მიზნები, რაც არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხების, საერთო კონდეს. რაღაც ხედვები შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ ამ ერთიანობას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება ჩვენი პოლიტიკური ლიდერების დაჭერის შემდგომ საქმიანობას, არ მინდა რაღაც ისე გამომივიდეს, მაგრამ აი ეს ზაფხულის მერე, როდესაც თქვათ დაიჭირეს ეს ადამიანები და შემდგომში მიაყოლეს ელენეც ხოშტარიაც
ფუნქცია პრინციპში ძალიან კარგად გადმონაწილდა შემდგომი ეტაპის ლიდერებზე. თენგო თევზაძე და ასე შემდეგ გიორგი კირთაძე და ეს ლიდერებად ვინც ახლა ჩამოყალიბდნენ და კი მესმის რა თქმა უნდა მესმის რა თქმა უნდა რთული იქნება მართლა ძალიან რთული იქნება თუმცა მიუხედავად ამისა შეიძლება თქვას რომ ახლა პარტიას ნამდვილად არ შეეტყო ის რომ ლიდერები ციხეში არიან შეიძლება ეს ერთი მნიშვნელობა ის არის რომ მათთან კავშირი არსებობს მუდმივად მიმდინარეობს კონსულტაციები ამ ადამიანებთან სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით ისინი ჩართული არიან რაღაცნაირად აი ამ პარტიის მუშაობაში თუმცა მე ვერ ვიტყვი რომ რაიმე სახი დიდი ზიანი მიადგა და ამაშიც რა თქმა უნდა ზუსტად მაგას ვამბობ რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ამით მოიგო ნახა რომ ეს ხალხი ვინც გარეთ დარჩა აგრძელებს ამ პარტიის შეუცდომლად სიარულს და მათ შორის ადამიანების ქუჩაში გამოყვანაზეც პროტესტის არჩაქრობაზე ძალიან ეფექტიანად და ეფექტურად მუშაობ ახლა ეს არის გასაგრძელებელი სამწუხაროდ შეიძლება ადამიანები ახლა 4 ოქტომბრის მერე რაღაც გარკვეულ ემოციურ დისონანსში არიან მიმდინარე მოვლენებთან მაგრამ ჩვენ ეს აუცილებლად გუშინდელი დღე იყო გუშინწინდელი დღე იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როდესაც ქუჩაში რუსთაველის გამზირზე რეგულარულად რაც დადის ხალხი იმაზე გაცილებით მეტი მოვიდა ანუ ეს ხალხი ყოველდღიურად აჩვენებს და მათ შორის ჩვენც არ ვიცი ხა ვიღაცებმა შეიძლება ისე ჩათვალონ მაგრამ მართლა ძალიან ბევრნი ვართ ყველგან სადაც საჭიროა მათ შორის 4 ოქტომბერსაც ბევრნი ვიყავით ოღონდ ისევ იმ იდენტობის ფარგლებში რაც თქვენ აღწერეთ ჩვენ ვიბრძვით ყველანაირად იმ ჩვენი გაცხადებული გეგმების მიხედვით ამას ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ერთი დღე არ იქნება რუსთაველზე ჩვენს გარეშე და ძალიან ბევრნი ვართ მართლა რა ირაკლი შენ კარგად იცი ეს ამბები რასაც ვამბობ უნდა გავაგრძელოთ ჩვენ ხალხთან მუშაობა დარწმუნება იმის რომ ვიზა ლიბერალიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ დავიცვათ ამის გულისთვის აუცილებლად ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში კიდევ ერთხელ და ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთმა ყველამ უნდა დაინახოს რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება აქ დროზე იყო საუბარი შესაძლებელია ძალიან გაგრძელდეს და გაიწელოს ეს ამბავი ნამდვილად ვაცხა ეს არის ჩვენი გზავნილი რომ კი ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის რომ ეს არის გრძელვადიანი პროცესი ნამდვილად არის გრძელვადიანი პროცესი იმიტომ რომ ძალიან რთული მტერი გვყავს გარშემო შექმნილი სიტუაციაც არ არის ერთგვაროვანი ხო ასეა თუმცა ამ შექმნილ ვითარებაში შეიძლება იმ პლუსების დანახვა რომელიც საჩვენოდ ალაგებს აი ამ ბევრ შრებს რომელიც მე საბოლოოდ მიიღებს ასე ვთქვათ იმოქმედებს აქ შიგნით მიმდინარე პროცესებზე გულისხმობ იმას რომ რუსეთი იმაზე უფრო სუსტია ახლა ვიდრე გუშინ იყო ხო დაწყებული აქ სომხეთი აზერბაიჯანი მოლდოვეთი ყოველდღიურად ის კარგავს იმ გავლენის სივრცეებს რომელიც თulis რომ მას ეკუთვნის გარდა ამისა უკრაინაში შევხედოთ რა მდგომარეობაა ხო დღითი დღე უკრაინის შეტევის ზალაც გრძელდება პრეზიდენტ ტრამპმა თქვა რომ გადაწყვეტილება ერთგვარად მიღებული აქვს ტომაჰავკების რაკეტების მიწოდებას და ხოშოს ამაზე პუტინმა ხაზი გაუსურა ეს წყალში ჩაყრეს რომ თელ იმას რასაც მე და ტრამპმა ამ რაღაც სულისკვეთებას ანუ შეეშინათ მოდი პირდაპირ დავარქვათ სახელი ეს ძალიან შეეშინა რატომ იმიტომ რომ ნახეთ მან ყველაზე თავი რა არის ცით როგორ უნდა დამარცხდეს რუსეთი ამის ეს კითხვა აქვს და მე მგონი ყველაზე კარგი გასაღები თვითონ უკრაინელებმა მოძებნეს ანუ ანადგურებენ ენერგო რესურსებს რუსეთისას რომელიც არის ძირი და საფუძველი აი ამ ომის რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში. ამიტომ მე ვფიქრობ რომ მომავალი რასაც შეიძლება ისევ გავიმეორებ ეს არის ძალიან გრძელვადიანი არ მინდა რაღაც უაზრო დაპირებები დაინახონ საზოგადოების წევრები მაგრამ ეს ასეა ხალხის გაუტეხლობა პოლიტპატიმრების გაუტეხლობა მათ შორის ჩვენი კოალიციის ლიდერების ოჯახის წევრების გაუტეხლობა რომელიც ქუჩაში დგანან და მზადარიან რომ ეს დააღამ უნდა გაათენონ იმ ხალხის გაუტეხლობა რომელიც ბირთვს წარმოადგენს აი ამ პროცესისა და ამ ბრძოლისა და არავინ ამ ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს და არავინ აპირებს იმის დათმობას რაც ხელში გვიჭირავს ამიტომ ეს არის ბრძოლის მეთოდები ეს არის ბრძოლის ხერხებიც ეს არის ბრძოლის სტრატეგიებიც ეს არის ახლა ჩვენ კიდე ერთხელ გავიმეორებ წინ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შემოდგომა სადაც დასაცავია პირველ რიგში აი ეს ვიზა ლიბერალიზაცია ჩვენ არ უნდა მოვწყდეთ იმ სივრცეს რომელსაც ვეკუთვნით თუმცა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ მოდი აი ამ სიტყვასაც გამოვიყენებ მე აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ
ხალხის ქუჩაში, ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში იმისთვის, რომ ვიზა ლიბერალიზაცია არ დავკარგოთ. საზოგადოება აი 100,000 ხო იყო 4 ოქტომბერს, უფრო მეტი უნდა გამოვიდნენ და ყველა ქუჩაში. განსაკუთრებით ახალგაზრდები, იმიტომ რომ ძალიან ეს ადამიანები დაიბადნენ თავისუფალ სამყაროში და მოცემულობა, რომელიც მათ უმარტივებთ ცხოვრებას, ეს მიდი-მოდი, მარტივი სწავლა, ასე ვთქვათ, საზაფხულო სკოლებში სიარული, ეს მათ გონიათ ჩვეულებრივი ამბავი. ჯერჯერობით გაცნობიერებული არ არის ბოლომდე, რომ ეს შეიძლება სხვაგვარად იყოს. ანუ დაიკეტოს ეს სამყარო უпростоრად ჩვენი ქვეყანა ისე, როგორიც იყო დაკეტილი შევარდნაძის დროს, საიდანაც გაღწევა იყო ძალიან რთული. როდესაც მე ვიყავი სტუდენტი, ხო, ეს იყო ძალიან რთული. ხო, და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს გამოწვევები დაალაგდება საჩვენოდ, ხალხი ქუჩაში, ერთადერთი გამოსავალი სამწუხაროდ ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ეს დატოვა, არ არსებობს არანაირი პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში, არჩევნები აღარ არის არჩევნები და არ ვიცი რატომ ამ შეცდომაში გაჯიუტებული ეს ჩვენი პარტნიორები რატომ აგრძელებენ იგივეს, იმიტომ რომ არ შეიძლება 4 ოქტომბერს პოსტ მაინც უწოდო კიდევ არჩევნები და რაღაც ილაპარაკო ისევ იმაზე, რომ ამ არჩევნების გამოყენება შეიძლებოდა ბიძინა ივანიშვილის დანგრევისთვის. აქ ლიტერატურაშიც კი, სამეცნიერო ლიტერატურაშიც კი არ არსებობს, რომ ამ ტიპის მსგავსი ხელისუფლება წავიდეს არჩევნების საფუძველზე. თუმცა რა არის ის მეორე გზა, რითიც უნდა 4 ოქტომბერიც ვნახეთ. რა გზით უნდა წავიდეს? აი ამ კითხვას პასუხი მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ადამიანებს სჭირდებათ ამ კითხვას პასუხი და რაც თორე ყველა ანუ ეს კითხვა ისმის ყველა მხრიდან, ხო? აი თქვათ ლელო თქვენ ბრალს ხდებთ, რომ თქვენო გასაგებია რომ 4 ოქტომბრის გეგმებში არ მონაწილეობდით, მაგრამ ბოიკოტის იდეა შეძლო შექმნავს სივრცეო, სადაც ეს ავანტიურისთვის იდეა სივრცე გაჩნდავს სივრცე რა, ავანტიურის გაჩენისთვის. ეთანხმებით რომ ავანტიურა მათი შეფასება არის ამ გაგებით ვიღაცისთვის შეიძლება უბრალოდ მამაცი მცდელობა იყოს, ვიღაცისთვის შეიძლება არასწორი ნაბიჯი იყოს, რა მეუნერად შეიძლება შეფასდეს. თქვენ როგორ ეთანხმებით ამ ნაწილს? ხო, როგორ შეაფასებთ? იცით რა, არ ვიცი, ეს მაინც მგონია რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ლელო ცდილობს ახლა გადაფაროს საკუთარი უძალობა, მოდი უნარობა, რომელმაც ძალიან ბევრი რესურსი, ტელევიზია, ფინანსები დახარჯეს იმისთვის, რომ ამ არჩევნებში რაღაცა ძალა ეჩვენებინათ და ეს ვერ მოხერხდა. ამიტომ ეს გასაგებიც არის, უпростоრად ჩემთვის მისაღები არ არის ეს ფორმა, როდესაც ახლა უკვე შეტევაზე გადმოდიან. რას ნიშნავს გაჩნდა რესურსი? ჩვენ ვამბობდით ჯერ კიდევ დეკემბერში და თებერვალში, უпростоრად ბოდიში დეკემბერში და თებერვლიდან დავიწყეთ ლაპარაკი ამ არჩევნებთან დაკავშირებით საერთო პოზიციის ჩამოყალიბებაზე, რომ მოდით ნუ მივიღებთ, ნუ არ შეიძლება ამ რუსული სპეცოპერაციის არჩევნებად წოდება და ნუ მივიღებთ მაშინ მონაწილეობას და მაშინ დაგვაბრალეს ის, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის შემოგდებული ვერსია. მე ბოლომდე ვერ მივიღეთ ვერასდროს გარკვეული პასუხი, რას აპირებდნენ ეს ადამიანები, როგორ უნდა გვეთანამშრომლა და გაგვეგრძელებინა თანამშრომლობა და ბოლოს გადაწყვიტეს ის, რაც გადაწყვიტეს. ახლა მოიფიქრეს ახალი, რა ვიცი, რა ქვია ამას არც ვიცი, ბრალი, რომელსაც წარგვიდგენენ, რომელიც არის სრულიად გაუგებარი, იმიტომ რომ არაფერ შუაში მათ შორის ჩვენ აი ამ თქვენ მართალი თქვით, ნებისმიერი შეფასება შეიძლება გაკეთდეს, ახლა მით უმეტეს ენას ძვალი არ აქვს და ყველა შეუძლია რაღაცა თავისებური სახელი დაარქვას იმას, რაც 4 ოქტომბერს მოხდა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი, ჩვენ უნდა მოვძებნოთ საერთო წერტილი და თუ კი ისინი გააგრძელებენ სიარულს აი ამ ერთობის დაშლის მიმართულებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ დააზიანებს მათ. დააზიანებს მათ და ეს ნათლად დავინახეთ იგივე 4 ოქტომბერს, რომ მართლა ორი ადამიანი გაიყვანეს, გახარიამ საერთოდ ვერავინ გაიყვანა და მე მეორე დღეს სრულიად წარმოუდგენელი ბრალდებები ციხეში დაждომის საერთოდ ვერ გავიგე რას ნიშნავს ეს, როდესაც ციხეში ჯდომა რაღაც კომფორტად აქციეს ამ ადამიანებმა და თითქოს ამარტივებენ იმას, რომ გნებავთ ეს პოლიტპატიმრები, გნებავთ პოლიტიკური ლიდერები ციხეში რო სხედან, ეს არის კომფორტის ზონა მათთვის. ანუ ეს სრულიად წარმოუდგენელი და ლაჩრობის დაბრალება ამ ადამიანებზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის სრულიად გაუგებარი ბრალდებები, რომელიც გადაივლის, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გადაივლის ეს ოიფორია და ადამიანები დაუბრუნდებიან პოლიტიკის კეთებას, გულისხმობ ლელოს, განსაკუთრებით ლელოს და გახარიას, დაუბრუნდებიან პოლიტიკის კეთება, ამაზე ვერ თანხმდებით სწორედ. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული ფაქტი ერთია, ირაკლი, იმ გზამ, რომელზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ამ მოცემულ სიტუაციაში ყველაზე მეტად გაამართლა. ანუ თანმიმდევრული ბრძოლა და შრომა არაღიარებისთვის არის შედეგის მომტანი. ფაქტი ერთია, რომ ბიძინა ივანიშვილი გძნობს, რომ ეს კრიზისი არ სრულდება. ფაქტი ერთია, რომ ბიძინა ივანიშვილს აწუხებს ის, რომ არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ მისი
დელეგიტიმაციის ნატამალი არ გაჩნდა ამ 1 წლის განმავლობაში და რაც უფრო მეტი დრო გავა თუ კი ჩვენ ქუჩაში პერიოდულად ვიქნებით ძალიან ბევრი შევინარჩუნებთ რუსთაველის პროტესტს და გავაგრძელებთ აი ამ ჯიუტ დამოკიდებულებას არაღიარებისა და დელეგიტიმაციის მიმართულებით ამ შედეგს აუცილებლად დავდებთ და მათ მოუწევთ იმის გაკეთება რასაც ჩვენ ვითხოვთ ეს კრიზისი უნდა დასრულდეს ეს კრიზისი არ აწყობს არა მხოლოდ იმ ხალხს ვინც ქუჩაში დგას არამედ არ აწყობს იმ ბიზნესმენებსაც კი რომელიც ახლა ბიძინა ივანიშვილის მხარეს არიან ხო მათ სახეებზია ეს აღბეჭდილი და თავად ბიძინა ივანიშვილსაც არ აწყობს ეს მან აუცილებლად უნდა დაასრულოს კრიზისი და ჩვენ აი ამაში უნდა შევუშავოთ მადლობა ძალიან დიდი